თავარი პრობლემა, რომელიც შედიგებაში ხელს გვიშლის, არის ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა. Როგორიც არის მაგალითად ის, რომ ქართველი სახლში აფხაზია შესული. უნდა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, რომ არსებობს იმიტირებული სასამართლო დავა ქართველს და აფხაზს შორის, სადაც წაგებული ღებულობს ორჯერ უფრო მეტი ღირებულების ქონებას, ვიდრე ფლობს ის ადამიანი, ვისაც ახლა ედავებიან. თუ ქართველმა წააგო, მან იცის, რომ იმ უპატრონო ტერიტორიიდან, რომელიც დღეს არის აფხაზეთის ტერიტორიაზე და ასეთია 95%-ზე მეტი, შეარჩიოს ორჯერ ძვირად ღირებული უძრავი ქონება, იქნება ეს ზღვის სანაპიროზე ადგილი, იქნება ეს სადღაც მთაში ადგილი, რაც მისაღები იქნება ამ შემთხვევაში იმ ადამიანისთვის, რომელმაც ომის შედეგად ქონება დაკარგა. თუ აფხაზმა წააგო ეს სასამართლო დავა, მაშინ ის მიიღებს ორჯერ ძვირი ღირებულების ქონებას. ასე დროს მოსამართლე, რომელიც ამ დავას იხილავს და ასეთი მოსამართლე შეიძლება იყოს თავად აფხაზიც, საბოლოო ჯამში გამოდის მომლიგებელი მოსამართლე და არა მოსამართლე, რომელსაც ხუანმართალი უნდა გაარკვიოს. თავისი შინაარსით აქ წაგებაც და მოგებაც იცვლება და ეს გარემოება ადამიანებს უბიძგებს შედიგებისკენ.